ეს არის ნარამსანი სტელა, რომელიც 2 მეტრის სიმაღლის არის და განზე 1 და საინტერესო და გამორჩეული გახლავთ იმით, რომ ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული გამოსახულება, სადაც უკვე ერთიანი თხრობა გვაქვს და სადაც შემოდის პეიზაჟი. და მნიშვნელოვან ადგილს ჯერნაკლებად იკავებს, თუმცა მცდელობა, რომ ხელოვანმა პეიზაჟი შემოგვიყვანოს, ასე გვაქვს. ნახეთ, ისე ანათებს, რომ ერთი მზე, მეორე მზე, ანუ 2 მზეა წარმოდგენილი და შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლავთ პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ნარამსანმა დადო ელამის ქვეყნისა და აქადის ხალხებს შორის და ასე დასრულდა მათ შორის დაპირისპირება და ეს ყველაფერი ნარამსანი გახდა პირველი 4 მხარის მმართველი, რომელმაც თავისი სიცოცხლეშივე გამოაცხადა ღმერთად და დააკვირდით ამ სტელას რა მე მგონი აქ უფრო კარგად ჩანს. ნახეთ, ეს 2 მზე ხო ხედავთ? დააკვირდით ტრიუმფის გამოსახულება. სახე და ფეხები პროფილშია წარმოდგენილი. ტანი ამფაში. პოზების და დინამიკის მრავალფეროვნება. ხეებს ხედავთ? კი. ხეებს ხედავთ? დააკვირდით ხეებს? ანუ შემოტანას ცდილობს პეიზაჟისგან. იგრძნობა იერარქია ცენტრალური ფიგურის გამოკვეთით, იგრძნობა დინამიკა, პეიზაჟი შემოდის და მოკლედ ჩვენ ხედავთ, როგორ ამოძრავა უკვე ფიგურა ოსტატმა